საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შუახევის მუნიციპალიტეტში პარტიის აქტივისტებს შეხვდა. ნათელაშვილმა შეხვედრაზე პოლიტიკური და წინასაარჩევნო პროცესები შეაფასა. დააჭერის მაღალმთიანეთში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. მან ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ამავე შეხვედრაზე დაბა შუახევში გამართულ შეხვედრაზე შუახევის მუნიციპალიტეტის 7 თემის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. გვაქვს გამარჯვების იმედი, გვაქვს იმის იმედი, რომ პარტია დადებს იმ პროცესს, რაც საჭიროა საკრებულოში მოხდეს მინიმუმ ორი დეპუტატი გამახვილებ ყურადღებას და ალბათ ეს ორი დეპუტატი ალბათ კი არა გააკეთებენ იმისათვის, რაც წარადგება რაიონს, რაც წარადგება რაიონის სინამდვილეს და რაც წარადგება რაიონის მომავალს. რეალურად განადგურებულია ქართული ეგრეთ წოდებული ოცნების რეიტინგი, იმიჯი, რაც მოძრაობის საქმე გაიხსნეს წინამთავრდა და ასე ვთქვათ განლევის სტადიაში არიან. ეხლა ბურჯანაძე ახლა იმ თავისი ფულით ნაშოვნი მილიონებით რამდენ აქტივისტს მოისყიდის რაიონებში, ეს უკვე არ ქმნის არანაირ პოლიტიკურ ამინს. ამდენად დარჩა მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ასარჩევი ლეიბორისტული პარტია, რომელიც არასოდეს არ გაიმეორებს იმ შეცდომებს და მათ მსგავსაც კი, რის გამოც ჩვენ ამ პოლიტიკოსებმა დაგვაქციეს ამ წლების განმავლობაში.